ბრძოლის ველი გაქცევა გახარიას ხელწერად იქცა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დღეს 5 დაზარალებულმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ბედის წარმომადგენლებიც, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. დაზარალებლები თქმა იქნება მათი უფლებების დარღვევაზე სასამართლოს რეაგირებას და შესაბამისად სასამართლო რასაც დაადგენს კომპენსაცია იქნება თუ რაც იქნება. საავადო სხვები საქართველოს წინააღმდეგ ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს ქვედა ინსტანციამ კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგი ახლა პასუხებს ქართული გამოძიებისაგან ითხოვს, რომელმაც უნდა დაადგინოს იყო თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა 20 ივნისის ღამეს რამდენად შეიძლებოდა ზიანის თავიდანაცილება და გასცდა თუ არა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კანონის ფარგლებს. აღნიშნული ექსპერიმენტი ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულებას, რათა მეტი დეტალი იქნეს საქმეზე, მას ვთქვათ, აღდგენილი, ფართო სურათი იქნეს გაშლილი და დადგინდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიების შედეგებს ქართული ოცნებაც ელოდება, თუმცა გახარიასგან განსხვავებით საქართველოში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ახლა ევროპაშია და ამტკიცებს, რომ იქიდან უფრო ეფექტიანად იბრძვის და სანამ მისი პარტია ლელოსთან ერთად არჩევნებისათვის ემზადება, ლიდერი თავს სხვა ქვეყანას აფარებს. მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. აი ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავმართ. თუ აქ ვარ ეფექტური იბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ეფექტური იბრძოლებ იქ, თუ ციხეში ვარ ეფექტური იბრძოლებ ციხეში. ქართულმა ხალხმა შეაფასოს ვინსად გაიქცა და ვინ ვის საქმეს ემსახურება. რიგითებს ჯერათ, რომ ლიდერი დაბრუნდება. მმართველ გუნდში კი წარსულის გათვალისწინებით გაქცევა შეუვლი გახარიას დაბრუნების ნაკლებად ჯერათ. გაბარულია ევროპაში, რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში, გარდა ამისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული, ხო? აბსოლუტურად არასერიოზულია, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელში. არის სიტუაციური მატყუარა, რაც დადასტურდა არაერთხელ, მას პასუხისმგებლობის აღება უნარი არ აქვს. გარბის ყველა შემთხვევიდან გაიქცა 2021 წელს საქართველოს ოცნებიდან, ეხლა გაიქცა თავის პარტიას და ასე დარბისთან იტყუება. პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ხალხთან შეხვედრის ნაცვლად თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევას გიორგი გახარია ევროპიდან ცდილობს. საქართველოში კი ამომრჩევლის გარდა მას გამოძიებაც ელოდება. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარებასთან ერთად შეკითხვები 20 ივნისზეც არსებობს. საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილება სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოცხადდება.